ნაკშირის ჭამა შეიძლება თუ არა? ნაკშირი მეგობრებო. ნაკშირი იჭმება და მეცნიერულად კვლევები ჩატარებულია, რომ მართლა ბევრი რამის, ბევრი ჯანმრთელობისთვის კარგი შეიძლება ნაკშირმა გააკეთო. მაგრამ არის ეგეთი შემთხვევები, როცა ნაკშირის მიღება არ შეიძლება. დღის ვიდეოში მეგობრებო, ნაკშირი რატო უნდა დალიო და რატო არ უნდა დალიო და როგორ უნდა დალიო ეგეთი კითხვების პასუხი. სანამ დავიწყეთ მეგობრებო, თუ მოგწონს კონტენტი, ან ფიქრობს ეს ჩვენი ვიდეოები დაეხმარება საზოგადოებას, ჩვენ ადამიანებს, მაშინ აუცილებლად ჯერ დალაიკეთ, გამოიძიარეთ ყველა მეგობრებში, რომ ვიდეო ბევრი ადამიანმა ნახო და იქნება ერთი ადამიანს გამოდგე ჩვენი კონტენტი. ნაკშირს ეძახიან მეგობრებო activated charcoal. Activated charcoal ნაკშირში არის ფორები. ეგეთი სპეციალური ფორები, რომელიც მაგნეტივით მუშაობს. სპეციალური ქიმიები, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის არის უცხო, ანუ არ ჭირდება. ანუ მოწამლა. პირველ რიგში მოწამლა, პლუს ან ადამიანმა ეგეთი რამე ჩაკლაფა, რომელიც შეიძლება მერე ტოქსიკური გახდე. იმ მოლეკულებისთვის შეიძლება ჩვენ ნაკშირი დალიო და ნაკშირმა ეს დაიჭირო და ჩვენი ორგანიზმიდან გაიყვანო გარეთ. მაგისთვის კვლევები ჩატარებულია და სამედიცინო სექტორშიც ექიმები იყენებენ ნაკშირს, რომ ტოქსიკები მოიყვანო ორგანიზმიდან გარეთ. ყველამ უნდა იცოდეს, ჩვენ რო მოვიწამლებით, ან ეგეთი რამე ჩაკლაპულია, რომელიც შხამია. ეს რო გადამუშავდება, მერე წავა ნაწლავისკენ, იქიდან მერე წავა ჩვენი სისხლძარღვებში. იქ რო არ წავიდე, მაგისთვის თუ დალევს ნაკშირი, ოღონ ეს არ უნდა იყო გუშინ მოიწამლა ადამიანი და 2 დღის მერე სვამს ნაკშირი. არა, დაახლოებით 1 საათი არის დრო მაქსიმუმ, უნდა დალიო ნაკშირი, რომ ნაწლავიდან წავიდე ეს ტოქსიკი გარეთ, რომ დაიწებო და გარეთ მიიყვანო. მაგრამ ყველანაირი ქიმიისთვის არ მუშაობს ნაკშირი. ეგეთი ქიმიები, რომელიც მჟავიანობა აქვს, ესიდიკ არის, დალევის მერე უკვე დააზიანა შეიძლება ჩვენი კუჭი, აქვე, ჩვენი გვიძლი. მაშინ ნაკშირი ვერაფერი ვერ გააკეთებ. ნაკშირი იმუშავებ ეგეთი უცხო ქიმიისთვის, რომელიც გადამუშავდება ნელ-ნელა მიდის ნაწლავებში და მერე სიცხლში და იქ უნდა გაფუძნდე. მაგისთვის კვლევები, ანუ დამკიცებულია სამედიცინო კიცავს, რომ მართლა კარგია იმ დროს ნაკშირის დალევა. მაგრამ ნაკშირი რამდენი უნდა დალიო? ტაბლეტებში იქნება ზოგიერთი ტაბლეტი ჩაკლაპო. არა მეგობრებო. ისე საერთოდ ეს ექიმის იმაზე უნდა დალიო ადამიანმა, მაგრამ საერთოდ თითო კილოზე თითო გრამი ნაკშირი უნდა დალიო, რომ მაგისი ეფექტი ქონდე. თითო კილო, თითო გრამი. 50 კილო ადამიანი თუ არის, დაახლოებით 50 გრამი ნაკშირი. თუ არის ადამიანი დაშხამებული, ან ეგეთი რამე დალია, რომ საფრთხე მოხრება ადამიანი შეიძლება მოხდე იმ დალევის მერე, ანუ შხამი თუ არის. და საერთოდ დეტოქსიფიკაციისთვის როგორ უნდა გააკეთო? საერთოდ დეტოქსიფიკაციისთვის, ნახე მეგობრებო, ნაკშირი არ აკეთებს დეტოქსიფიკაცია. იმიტომ გვიძლი საერთოდ არ არის იმაში. გვიძლმა უნდა გააკეთო ეს დეტოქსიფიკაცია და ნაკშირი სხვა რამე აკეთებს, რომ ნაწლავიდან მაგნეტივით თუ არის რამე გაიყვანო ესე, რომ არ გადამუშავდეს. საერთოდ ნაკშირი რა არის? ეხლა თქვენ არ მოიფიქრო, რომ მწვადი რო აკეთებს, ეს დამწვარი ხე, ანუ ნაკშირი რო არის, მაგის ჭამა შეიძლება. არა მეგობრებო, activated charcoal, ანუ რო დალიო, ან ჭამო, მაგისთვის პროცედურა. ანუ ეს ორნაირითა, ერთი არის ხის, ერთი არის ხოქოს კანის
იქ ორნაირად კეთდება და მე სხვადასხვა გაზებით, პროცედურებით მაგისთვის სპეციალური აპარატები, სპეციალური ჭირდება, რომ ადამიანმა მაგას წამო. თქვენ არ დაიწყოთ საერთოდ ნაკშირის ჭამა. თუ სვავს ადამიანი ყოველდღე და თავი ედგინება მეორედღე, პახმელი არ არის. პახმელისთვისაც ნაკშირის გამოყენება შეიძლება. იგივე არის დალევის მერე ალკოჰოლი ჩვენი ორგანიზმისთვის უცხოა. მაგას ტოქსიკურად უყურებს ჩვენი ორგანიზმი. თუ თქვენ დალევის წინ და დალევის მერე სვავს ნაკშირი, მაშინ მეორე დღე ისე საშინელი პახმელია არ იქნება. იმიტომ ის ტოქსიკური, რასაც არის ტოქსიკები, იმას ნაწლავში არ გადამუშავდება ეს და არ წავა ძარღვებში. სისხლ ძარღვებში როცა ალკოჰოლი მიდის, გაფართოდება და ალკოჰოლი რო შემცირდება, ეს მერე შევიწროვდება. სისხლის მოძრაობა მერე არ არის და თავი ეტკინება ადამიანს, ეგ არის პახმელი, აქ მეტი არაფერი არ არის. კი ბატონო, დაეხმარება ეგეთი ადამიანს ნაკშირი, რომელიც სუფრაზე სვამს. მაგრამ ესე არ მოიფიქრო, რომ ნაკშირი გუშველით, მოდი დავიწყოთ ბევრი დალევა. ნაკშირი კი გშველით, მაგრამ მერე ბევრი ალკოჰოლის ჭამის მერე არ გშველით გვიძლის პრობლემებში. კი გშველის პახმელიაში, მაგრამ გვიძლი მაინც იტანჯება. ჯოგი ეგეთი შემთხვევაში ჭამს ნაკშირი მეგობრებო, რომ ფიქრობს, ცუდი ქოლესტერინი არ დაემატება და საჭმელის მერე ჭამს ნაკშირი. საერთოდ კავშირი არ არის. ქოლესტერინი რო დაემატება, მაგისი მიზეზები სხვა არის. ტოქსიკი არ არის. რეფინირებული ნაკშირის წყლების ბრალია. წინა ვიდეოში ხო აგიხსენი მეგობრებო, ზუსტად იგივე თემაზე, მე კიდე არ მინდა რომ დავილაპარაკო. ნაკშირი ქოლესტერინის პრობლემაში არ დაგეხმარება. კიდე შემთხვევა არის, იყიდება სხვადასხვა კბილის პასტები, სადაც წერია ნაკშირი activated charcoal. ეს მარტო მარკეტინგული თემა. საერთოდ ნაკშირით კბილის გახეხვა არ შეიძლება, იმიტომ ენამილი იქ უხეში არაფერი არ უნდა გამოიყენო. ენამილი გაფუჭდება და მერე დაიწყება ცივი და ცხელის გრძნობა, რომელიც აშენელება და მერე გახდები სამკურნალო. იმიტომ არ გაიხეხო ნაკშირით კბილები. ჯოგი ეჯახის წინაპრები მაგით ხეხავდნენ. არ ხეხავდნენ არადროს. ხეხავდნენ ის უფრო წვრილი იყო, დამწვარი წვრილი, ფხნილი რო დარჩება, მაგით ხეხავდნენ. ეს ნაკშირი არ არის. კოსმეტიკაში სახეზე გამოყენება შეიძლება, დიახ, სახეზე გამოყენება მაგის შეიძლება, მაგრამ ყოველთვის უნდა ყურადღებათ უნდა იყო ნაკშირმა იცის კანის გამშრალება. კი ბატონო, წმენდავს, ფორებს წმენდავს, მაგრამ ზუსტად მერე სახი რო დაიბანო, მაგის მერე აუცილებლად გამოიყენე დამატენებელიანი კრემი. თუ ორე კანი გაშრება და ნავჭები უფრო მალე მოგივა. რა შემთხვევაში ნაკშირის დალევა არ შეიძლება? ადამიანი, რომელსაც აჩუქებს დიდი ხანი ქრონიკული constipation, ანუ კუჭის შეკრულობა. ან გააქვს ანთების პროცესი ნაწლავში. ნაწლავის პრობლემისთვის. მაგისი გამოყენება არ შეიძლება. პირიდან დალევა არის ყოველთვის რეკომენდებული. სხვანაირად ორგანიზმში ნაკშირი არ უნდა წავიდე. რამდენი უნდა დალიო, როგორც ადრე გითხარი, 1 კილოზე 1 გრამი არის რეკომენდებული დოზები. როცა ხარ მოწამლული ან ალკოჰოლი დალიე, იმის მერე პახმელი არ ქონდო, იმ ორი შემთხვევაში ნაკშირი მუშაობს, მაგრად დანაწენი ბევრი რამე არსებობს მითი, ყოველთვის იკავი ჯამთელი, ბედნიერი